დიდი მადლობა და თავშივე ვიტყვი იმას, რასაც ბევრი ხედავს და ვერ ხედავდა და თუ დარჩა ნაწილი საზოგადოების ვინც თვალნათლივ ჯერ ვერ დაინახა თუ რა პოზიცია აქვს თელ დასავლეთს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით აგერ ბატონო დღევანდელი დღეც ამისი დასტურია, როდესაც არც ერთი საერთაშორისო პოლიტიკური ფორუმი არ დარჩა, სადაც არ გამოიცა და ზოგ შემთხვევაში ეს განმეორდა შესაბამისი რეზოლუცია, სადაც საუბარია პირდაპირ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამი არიან პოლიტიკური პატიმრები. ანუ იქ, სადაც ქართული ოცნება საწყის თვეებში საუბრობდა და ცდილობდა შეცდომაში შეიყვანა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ისინი არ არიან პოლიტიკური პატიმრები, დღეს პრაქტიკულად არა, რეალურად ერთი მოკავშირეც აღარ ყავთ. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მდგომარეობა კიდევ უფრო დელიკატური და სენსიტიურია, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აქედან გამომდინარე უკვე ვხედავთ სულ უფრო და უფრო მეტ დამატებით რეზოლუციებს, სადაც პირდაპირ საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მას სასჯელი, როგორც მინიმუმ უნდა გადაუვადეს და უნდა იქნეს ქვეყნიდან გადაყვანილი, ვინაიდან საექსპერტო დასკვნები იდება და სულ ცოტა ხანში ჩვენ გვექნება პრაქტიკულად ყველა პროფილის სამედიცინო წარმომადგენლის დასკვნა, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამწუხაროდ გამომდინარე ხელისუფლების არაადამიანური მოპყრობიდან თვეების განმავლობაში არის მთელი რიგი დაავადებებით დაავადებული და ის არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას საქართველოში. ამიტომ ეხლა ან ხელისუფლება ამ რეალობას თვალს უსწორებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება არ სურს, თუ არა და უახლოეს პერიოდში, როდესაც ადვოკატებს ხელთ ექნება ყველა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა და ისინი მიმართავენ ამ სასამართლოს სასჯელის გადავადების თაობაზე, თუ ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებს ხელისუფლება და მოსამართლე აიღებს და ჩაქუჩს დაარტყამს და მსჯელობის შემდეგ იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად დაწყებული ოკეანეზე მიღმა ექიმებით, გაგრძელებული ევროპელი ექიმებით და ადგილობრივი ექიმებით რას წერენ ჩემთვის, მურუსიძეს წარმომადგენელი მოსამართლისთვის, იგი არის ჯანმრთელი და ამიტომ მას არაფერი არ სჭირს გადასაყვანის საზღვარგარეთ, ბუნებრივია ვერაფერი. ისიარად იმავე დღიდანვე ვერაფერი ვეღარ გაგრძელდება ძველებურად, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. შეუძლებელია ამ რეალობას, ეხლა ჩვენ ვართ ვითარებაში, სადაც საერთაშორისო ზეწოლას გულისხმობთ დღევანდელი, თუნდაც აი ამ დოკუმენტის მიხედვით თუ კი ვიმსჯელებთ, რომ ჰუმანიტარული მიზნით ის უნდა იქნას გათავისუფლებული და გადაყვანილი უცხოეთში, თუ ამ შემთხვევაში მისი პარტიის პროტესტი და მე იმედი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ პარტია აქ არ იქნება მარტო და იქნება სხვა კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და ყველა გულანთებულ სამართლიანობის მოყვარულ მოქალაქესთან ერთად. საერთაშორისო საზოგადოებამ თქვა მრავალჯერ და უახლოეს პერიოდში ჩატარდება ევროპარლამენტის ხდომა და ამას რეზოლუციის სახით უკვე მიიღებენ და დაამტკიცებენ. დანარჩენი, რა თქმა უნდა, შიდა ზეწოლის შედეგად განხორციელდება მე ამის მჯერა. ახლა ჯერა ჩვენი პარტიის მხარდაჭერების, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერების და თითოეული ჩვენგანის ეს არის ღირსების საკითხი. როდესაც შენ მურუსიძე გეტყვის, რომ მერე რა, რომ ექიმი და პროფესორი და აკადემიკოსი ნობელის ლაურეატი იქნება თუ ნებისმიერი ხარისხის მქონე სამედიცინო წარმომადგენელი ამბობთ, რომ ადამიანი არის ცუდად, მერე რა მე არ გავუშვებ, იმიტომ რომ ანგარიშვალდებული ვარ ივანიშვილთან და მურუსიძესთან. აქ უკვე რუბიკონი ბოლომდე ილახება და ამას გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება. ან ჩვენ ვეგუებით მიხეილ სააკაშვილის ნელ სიკვდილს ამათ პირობებში, ან ჩვენ ვიბრძვით ხმამაღლად არის ნათქვამი, არა მგონია, იმიტომ რომ ადამიანური ემოციები უფრო არის ახლა ეს ჩემი ვიდრე პოლიტიკური. უბრალოდ სხვა გზა ეს ხელისუფლება სხვა გზას თუ არ ტოვებს, დიახაც პირდაპირ პოლიტიკურად, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. არა, შეუძლებელია შენ ამ სითავხედეს უკვე შეეგუო. ჩვენ თბილისის საკალათბურთო სასამართლოს ეზოში ვიდგეთ და ამ კადნიერებას იმედია კიდევ, ეხლა ბევრი იმედით შეყურეს ამ პროცესს მიუხედავად იმისა, რომ იცის რა არის ქართული ოცნება და მიუხედავად აი ამ რეზოლუციების, ეხლა არავის არ აქვს მოლოდინი,
რომ ქართული ოცნება რაღაცა სურნელოვანი თაიგულივით გადაიშლება და ზნეს შეიცვლის. მაგრამ ვინაიდან მისი მდგომარეობა ჯანმრთელობის რეალურად უმძიმესი არის და მე მეუბნებიან ჩემი მეგობრები, კოლეგები, ვისაც აქვს მისი ოჯახის წევრები, ვისაც აქვს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის და მასთან ვიზიტის, მეუბნებიან ნიკა შენ რო აი უბრალოდ ქუჩაში მოულოდნელად დღეს მიხეილ სააკაშვილი შეხვდეს რომელიღაცა თბილისის ქუჩაში ვერ იცნობ ის არ გავს მიხეილ სააკაშვილს ის გავს საკუთარ აჩრდილს სამწუხაროდ ისეთი აღარ არის ადამიანი ფიზიკურად როგორიც გვახსოვს თქვენს და მეც აქედან გამომდინარე დიახაც ვამბობ რომ იქნება ბრძოლა ბოლომდე და რას გულისხმობ ნიკა მოდი ბრძოლა ბოლომდე იქნება სადაც ვიწროა იქ გაწდეს იქნება ბრძოლა ბოლომდე ჩვენ ვერ ვიქნებით მდგომარეობაში სადაც უნდა გავხდეთ თანამონაწილეები ადამიანის არა უკვე ტყვეობის და ტყვეობასთან შემგუებლობის ხო არამედ თანამონაწილე მის სიკვდილში ხო და არ მინდა ისტორიამ და არც ჩვენს თანამებრძოლებს არავის აბსოლუტურ უმრავლესობას რომ ისტორიამ ჩვენ გვაქციოს კეთროვანებად ყველაფერს თავი დავანებოთ თუნდაც შეუძლებელიც რომ ვერ შევძულოთ ხო აი არ უნდა დაგვრჩეს თვით დაუკმაყოფილებლობის განცდა შეგრძნება მომავალში რომ იქნებ შეიძლებოდა უფრო მეტი არა ამიტომ ყველაფერი უნდა გავიღოთ კი ბატონო თუნდაც უსამთხოვების აქამდე შეიძლებოდა თუ არა მე ვფიქრობ რომ არა მე ვფიქრობ არ შეიძლებოდა აი როცა თქვენ დღეს ესეთ მკვეთრ განცხადებას აკეთებთ სადაც ვიწროა იქ გაწყდეს მე შემიძლია ის გავიგო რომ ქუჩაში აანონსებ ძალიან სერიოზულად პარტიაში ეხა ნომერ პირველი აქამდე შეიძლებოდა თუ არა რომ არ მისულიყო აი დღეს უკვე ტუბერკულოზეც არის აქამდე არათუ არ უნდა მისულიყო ინგა არამედ საერთოდ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ყოფილიყო და ნიკა გვარამია იქ სადაც არიან და ბევრი კიდე პატიმარი, რომელთაც ნაკლები ყურადღება ექცევა, არ უნდა ყოფილიყვნენ, ხო? მაგალითად აღზრდება ადამიანი ლექსო რაფავა, რომელსაც იარაღი ჩაუდებს ხოდახოდ, იმიტომ რომ სამეგრელოში იყო საარჩევნო კამპანიაში ნაციონალური მოძრაობის, ხო? მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახლა ამ წუთას უფრო მეტი აქცენტი გაცილებით ვიდრე ნიკა გვარამიძე, რატო კეთებ, იმიტომ რომ ნუ ადამიანი უბრალოდ მამამ ყავს მე იცით, ხო, კარდიოლოგი და საუბრობთ და ნუ რამდენიმე თვის წინ ვიტყვი რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი არის მოწყვლადი ინფარქტისთვის, მოწყვლადი ტრომბისთვის და ყველა დანარჩენი მძიმე ინსულტისთვის, მძიმე დაავადებებისთვის. ჯანმრთელი ადამიანი იძინებს და სამწუხაროდ ზოგი მათგანი ან ჯანმრთელი ვერ იღვიძებს, ან საერთოდ ვერ იღვიძებს და ამ მდგომარეობაში ყოფ ადამიანზე თუ გაბედეს და თქვენს რომ ის არის ჯანმრთელი, აქ უკან დასახევია არ იქნება ინგა და აქ უკვე საუბარსაც აზრი ექნება დაკარგული პირდაპირ გეუბნებით. არანაირი იცით რა ხვალზე ეგ მასზე რას გავაკეთებთ? არა, ჩვენ თუ ახლა საუბრობთ უკვე აი სანამ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება უკანასკნელი აი ეს პერიოდი პარტიაში სხვადასხვა წარმომადგენლებთან დღესაც აი ხედავ პარტიიდან მოვდივარ და თქვენს გაბრუნდები პარტიაში. საუბრობთ საუბრობთ ამ კონკრეტულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ რა როლი უნდა შეასრულოს ნაციონალური მოძრაობა. რა როლი უნდა შეასრულოს ნაციონალური მოძრაობის ყველა გულშემატკივარ და ქომაგმა. რაც შეიძლება შეიძლებოდა თუ არა გაკეთებულიყო ამაზე სამწუხაროდ კვლავ ვიცევს მერამდეჯერ გამეორება თქვენს ეთერში საწყის თვეებში როდესაც მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ტყვეობაში და პატიმრობაში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა პრაქტიკულად არ არსებობდა. მაშინ ქართული ოცნების პროპაგანდისტული არხები საკუთარი საელჩოების მეშვეობით ცდილობდნენ და ნაწილობრივ არწმუნებდნენ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომ სინამდვილეში სურათი არის სხვა გვარი. მაგრამ ახლა ბუნებრივია ყველა სმენა გამახვილებული ვიქნებით აი 2-3 წუთის განმავლობაში, როდესაც მოსამართლემ უნდა წარმოთქვას
საკუთარი გადაწყვეტილება და თქვენ ფიქრობთ, რომ ამას წარმოთქვამს ხო და არა. მოსამართლე, იმიტომ რომ აი უყურეთ, მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ მოთხოვნა არის რეკომენდაცია, რაც დღესაც გახდა ცნობილი, ევროპიდან ასეთი, ევროპარლამენტიდან ამ დროს იუსტიციის მინისტრი ამბობს. მე ერთი რამ შემიძლია ამ საკითხზე ვთქვა, რომ ამ ადამიანს, ანუ სააკაშვილს, აქვს ყველა პირობა შექმნილი სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და მისი შესაბამისი უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი, ის იმყოფება შესაბამის კლინიკაში. თქვენი არ ვიცი, მე არანაირი საფუძველი არ მაქვს დაუშვა, რომ მას გაუშვებს ხელისუფლება, თუნდაც ჰუმანიტარული მიზნით საყვარელს ამკურნალს. რა თქმა უნდა, ეს ვთქვი, მე არ არის მოლოდინი, რომ ესენი ზნეს შეიცვლიან. თუმცა, რომ არსებობს კრიტიკულზე კრიტიკული ვითარება, რომელშიც ვარდება ამ შემთხვევაში პაციენტი. რა მნიშვნელობა აქვს? ქვეყნის მესამე პრეზიდენტია პირველ რიგში, პარტია ნაციონალიზმის დაფუძნებელია, პოლიტიკოსია, რა მასშტაბის პოლიტიკოსია, ჩვენს ხომ სულ პირველ რიგში ვსაუბრობთ როგორც ადამიანზე და მთელი საერთაშორისო პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და წრეები კი არა, სამედიცინო მთელი საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს, რომ ადამიანი არის მომაკვდავი და სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნეს, არ არსებობს და თუ კი აი ამ სვითავხედეზე მიდის ქართული ოცნება და ამბობს, რომ ჯანმრთელია და მე აქ დიღმის ტრასაზე დავით აღმაშენებლის ხეივანის რომელიღაცა ნომერში მე იქ მას ვუმკურნალებ, სადაც კი არ განიკურნა მიხეილ სააკაშვილი და მის მდგომარეობა კიდევ უფრო სამწუხაროდ გაუარეს და დიახაც აქვს საუბრობ, რომ ყველა გზა იქნება ჩახერგილი, შეუძლებელია საერთაშორისო საზოგადოება თავის საქმეს ახლა მუშაობის შედეგად და ამანაც ამის გარეშე არ ჩაიარა პროცესი იყო ხანძლივი, მტკივნეული, მაგრამ ახლა ჩვენ ან ვიტყვით, რომ ვართ ღირსეული მოქალაქეები, პარტიის წარმომადგენლები, გულშემატკივრები, ან ვიტყვით და ვაღიარებთ მათ შორის თქვენს ეთერში, რომ ვეგუებით ადამიანის სიკვდილს და მერწმუნეთ ეს მეორე არ იქნება. პროცესები ქუჩაში თუ კი არ იქნება. გინდათ ამათ დაარქვით ქუჩა. ეს რეკომენდაცია, ხო? ანუ თუ არ გაუშვებენ სააკაშვილის სამკურნალოდ, არავინ არ გავს ნაციონალურ მოძრაობაში იმ ადამიანს, ვინც შეეგუება გარდაუვალ სიკვდილს პირველ რიგში ადამიანი. თანამოაზრეს, ამიტომ ამ დღეების განმავლობაში უკანასკნელი 2-3 კვირის განმავლობაში განსაკუთრებით ვართ რა მოლოდინში ამ კონკრეტული დღის, როდესაც ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, არანაირმა სასამართლომ, მაგრამ ხელისუფლებაც უფრო დაუწოროთ ბიძინა ივანიშვილმა. ეს სტრატეგიაც აქვს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს აღებული და ჩვენ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენს პოლიტიკურ სტრატეგიას ვცდილობდით, რომ მორგებოდა ეს ჰუმანიტარული მისია, რომელთაც დაკავდნენ მისი ადვოკატები და წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ აქ ეხლა უკვე ყოველგვარ დასაშვებ ზღვარსაც გადასცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ ახლა იქნება ღირსება თავის ადგილას ნებისმიერ ადამიანში დადგება იქ, სადაც უნდა იდგეს და მე არ მაქვს თქო კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამის მოლოდინი, რომ იღებს ხელისუფლება ამ რეკომენდაციას, იმიტომ რომ იუსტიციის მინისტრი დღესაც იმაზე საუბრობდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია ხდება, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. კარგი, გავიგეთ თქვენი პასუხი. ეხლა მინდა პოლიტიკურ, საერთაშორისო პოლიტიკურ ჭრილში შევხედოთ ამას. აი რა ხდება იმ შემთხვევაში, გავიგე რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს იბრძოლოს მისი ლიდერისთვის. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს რეკომენდაციებს, რაც ამ რეზოლუციაში დღეს უკვე კენჭისყრისას აისახა. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, მათ შორის ნიკა გვარამიასი, ბიძინა ივანიშვილზე, მეგობრებო, ცალკე მინდა ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბროთ, იმიტომ რომ აქ უყურეთ როგორი მოცემულობა დეოლიგარქიზაციის კონტექსტში ჩაიწერა ის, რაც მე წავიკითხე წეგან ორჯერ, თუ არ ვცდები, ივანიშვილის ჭარბი გავლენების შესახებ, ხოლო ვისი მორგებაც ოლიგარქის სტატუსის უნდა ხელისუფლებას ოპოზიციის მხარეს, მაგალითად ხაზარაძე, ჯაფარიძე, აქ მათზე როგორც ოლიგარქებზე კი არ არის საუბარი, არამედ საუბარი არის როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლ ადამიანებზე. ეხლა მე მინდა ნიკა მიპასუხოთ თქვენ ესე. გვარამია
თქვა დღეს თავისი სათქმელი ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილი თქვა თავის საქმე რა ხდება იმ შემთხვევაში თუ არ ითვალისწინებს ამას ხელისუფლება და მგონია რომ არ გაითვალისწინებს რა თქმა უნდა ეს პოზიცია უკვე არა ქუჩაში გასვლაზე გეკითხებით საერთაშორისო დონეზე რა ხდება საერთაშორისო დონეზე ხდება ისაც ვაკვირდებით და ის მათ შორის რასაც ვაკვირდებით ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ისინი უბრალოდ უგულებელყოფენ, არამედ შეურაცხყოფას აყენებენ ნებისმიერ არათუ მატერიალური სახით გამოცემულ დოკუმენტს, ამ შემთხვევაში რეზოლუციებს და მათ უწოდებენ ჩალის ფასის მქონე დოკუმენტს, ხო? ბატონი ჩალის ფასი აქვს თითოეულ ჩანაწერს ეს კობახის პერსონალურ დაპირისპირებაში არიან შესულები. ყველა ნამდვილად გულწრფელ კომაკთან ჩვენი სახელმწიფოსი და ოპოზიციას რაც შეეხება ქვეყნის შიგნით დემოკრატიულ ოპოზიციურ წარმომადგენლობას უწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატების ჯაშუშებს და აგენტებს, ხო? გასაგებია უკვე რაც ხდება, მაგრამ ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ პირველ რიგში ახლა საუბრობთ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე და ამ გადარჩენისთვის პირდაპირ ვამბობ მე მჯერა საკუთარი შესაძლებლობების თანაგუნდელების იქნება საჭირო ვაბანკზე წასვლა, სადაც ღირსებამ უნდა იმძლავროს ნებისმიერ ადამიანში, იმიტომ რომ ისტორია ძალიან ცუდად აფასს, ისეთ რაზე ეფიქრება ბერჩვენ ნაციონალური მოძრაობის წარმოადგენელს უკანასკელი რა ვიცი, რამდენი ერთი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ერთი პრეზიდენტი მოკლეს და ისტორიამ ხშირ შემთხვევაში სამართლიანად, ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ ძალიან მტკინვეული იარლიყი მის ყოფილ თანაგუნდელებს მიაწება თითქოს ვიღაცამ ზვიად გამსახურდიას ზურგის შეაქცია და ისეთებსაც მიეწება, ვისაც არ შეუქცევია. ამიტომ ისტორია ხშირ შემთხვევაში არის სამართლიანი და უსამართლო და არ გვინდა ნამდვილად რომ ჩვენ თანამონაწილენი გავხდეთ ერთი ამ უბედური შემთხვევის და მთელი ქართული საზოგადოება გახდეს კეთროვანი, რომელიც ეგუება მეორე პრეზიდენტის ანუ ეხა პარტიაში მიდის ჯაბასი იმაზე როგორ უნდა დაიხსნათ უკანასკნელი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებთ უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატებში და არა მხოლოდ პარტიის მიღმათაც ყოველდღიურად მე პირადად ჩემი კოლეგები საერთაშორისო მეგობრებს ადგილობრივ დონეზე აქ ქვეყნის შიგნით დიდი კორპუსის წარმომადგენლებთან და აქედან დაწყებული გაგრძელებული ბრიუსელით, ამერიკის შეერთებული შტატებით და სხვადასხვა ქვეყნებით, სადაც უახლოეს დღეებში კიდევ შედგება ვიზიტები და ნომერ პირველი საკითხი იქნება მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა. ნიკა გვარამიას თაობაზეც დღეს ითქვა, რომ მისი გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს და აქ არის იმედის მომცემი, რაღაცა ნაწილისთვის არის იმედის მომცემი ქალბატონი ზურაბიშვილი, რომ გაბედავს და თავისუფლებას დაუბრუნებს ნიკა გვარამიას. მას აქვს ნათქვამი არა და არასოდეს, არ ვიცი გვიყურებს არ გვიყურებს გადასცემას ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, როგორც პიროვნების თაობაზე, მაგრამ ნიკა გვარამიას პატიმრობა, მხოლოდ ნიკა გვარამიას პრობლემა აღარ არის. დიახაც განგებამ მას არ გუნა ეს ბედი, რომ ის არის მჭიდროდ მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან ერთად დაკავშირებული ევროპულ მომავალთან. ანუ ეხა ამბობთ, მე ვიცი არ მოიწონოს ეხლა ნიკას და ასეა. მინიმუმ ერთი პუნქტი პირდაპირ იქნება ფეხბურთში გათელილი და როდესაც შენ ყავს ქალბატონი ზურაბიშვილი პრეზიდენტის სახით მოცემული ქვეყანაში სახეზე და საუბრობს რომ სასამართლოში არის კლანი, არაფერი საერთო სასამართლოს ქართულს არ აქვს მართლმსაჯულებას და პრაქტიკულად ამას საუბრობს ხოლმე. როდესაც საუბრობს რომ ევროპული დავალება 12 პუნქტის სახით უნდა შესრულდეს, დეპოლარიზაცია უნდა მოხერხდეს ქვეყანაში და შერიგებაზე საუბრობს და სამოქალაქო თანხმობაზე საუბრობს და ისმენს რომ იმ ასპარეზზე სადაც მხოლოდ და მხოლოდ იქ ხედავს ქალბატონი ზურაბიშვილი საკუთარი უნარჩვევების გამოვლინებას, ეს არის საერთაშორისო ასპარეზი, ყველა ადამიანი იძახის ერთი და იგივეს, რომ ნიკა გვარამია არ უნდა იყოს პატიმრობაში, თუ ეს ქალბატონი მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამას არ გააკეთებს, გასაგები იქნება
და ეს ქალბატონიც იქნება რა თქმა უნდა სამიზნე იმ ღელვარებისა, რომელიც ამ ქვეყანაში გარდაუვალია, იმიტომ რომ პრეზიდენტის შეწყალებაზე საუბრობთ საერთოდ რაზე? არა, შეწყალებაზე არ საუბრობ, არავითარ შემთხვევაში ეს არ არის გაცდა შეწყალების კომპეტენციას, გაცდა იმ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, ეს საკითხი, რომელიც უკავშირდება მოუწევს ნიკა გვარამეს, ეს არის შეწყალება, არაფერი შესაწყალებელი ნიკა გვარამეს არ არის. მაშინ ეს ქალბატონი გასაგები იქნება, რომ დგება საბოლოოდ კობახიძეების, ღარიბაშვილების და კალაძეების რიგში. შენთვის გას, მაგრამ რიტორიკა. რას მეუბნებით ეხლა რომ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ნიკა გვარამიას შეწყალებაზე გადაწყვეტილებას? შენთვის გას პირველივე დღიდან, მაგრამ განსხვავებით აი ამ ბატონებისგან, რომლებიც საუბრობენ, ვინც ჩამოთვალე, რომ ისიც არავისი პატიმრობაში დატოვება სასჯელის მიზნად მათ არ ახარებთ, მაგრამ სასამართლო სამართლიანია და ჩვენ როგორ შეგვიძლია ჩვენს კომპეტენციასაც ცდება, ეს ქალბატონი საპირისპირო საუბრობს, რასაც თქვენ საუბრობთ და მე ვსაუბრობ, აი ხშირ შემთხვევაში იმაზე მეწვავია, განსაკუთრებით საზღვარგარეთ, ხო? და ნება უნდა იბოძოს და თუ არ გააკეთებს და ამისი დიდი ალბათობაა, რა თქმა უნდა, რომ არ გააკეთებს, დიახაც ის გახდება აუცილებლად სამიზნე იმ ღელვარებიდან გამომდინარე აზრთებული ტალღებისა ქვეყანაში რაც იქნება. როცა საუბრობთ, აი მაგალითად კობახიძე სამიზნე რომ იყო სალომე ზურაბიშვილი თავის დროზე ნიკა გვარამიასი მარტო ამიტომ ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, მოსმენილი გექნება თან წაკითხული კობახიძის ეს განცხადება, რომ იმ გინებების და შეურაცხყოფის წილი ნაყარია და ბატონი მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას და ის პირველ რიგში პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული იქნება ამ ქვეყნის მოსახლეობასთან და მის მომავალთან. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ მის იმედად ყოფნას. არ ვაპირებთ ეხლა აი ერთი განცხადება მინდა შეგახსენოთ ნიკა 2021 წლის 26 ოქტომბრის განცხადება, თქვენი განცხადება, მაშინ ამბობდით, რომ მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი პატიმრობიდან. იმ გეგმამ არ გაამართლა და ასე აღმოჩნდით დღეს ამ მოცემულობამდე მოსულები და დღეს უკვე პარტია იღებს გადაწყვეტილებას გავიდეს ქუჩაში. არა, ქუჩაში პარტია მრავალჯერ იყო. სამწუხაროდ მრავალჯერ იყო და მრავალჯერ კიდევ მოგვიწევს. მაგრამ სანამ ეს ქვეყანა არ გათავისუფლდება ამ მანკიერი სისტემისგან, რასაც ოლიგარქია ქვია, ანუ სისტემა, რომელიც აღარიბებს, სისტემა, რომელიც ხალხს დევნის საკუთარი ქვეყნიდან, არა უბრალოდ აპატიმრებს და ეს ხალხი 100,000-ობით არის. ადამიანები, რომლებიც უკეთესი ცხოვრების სტანდარტის ძიებაში არიან და მიდიან და ხშირ შემთხვევაში ნაბიჯს დგამენ სიბნელეში და არ იციან სად მიდიან და თვეობით უწევთ მათ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე იზოლატორში ყოფნა, ხო? სამწუხაროდ ის ხარდაჭერა ახლა, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომ არ გქონდეს ამ წუთას პერსპექტივა არ იქნებოდა ასეთი ოპტიმისტური. ჩვენ ეს ხარდაჭერა და მე არ ჩათვალოთ, რომ მხოლოდ თქვენს ეთერში ვსაუბრობ. თუნდაც დღეს ერთ-ერთ თქვენ საერთაშორისო მეგობარს შევხვდი, ხვალაც, გუშინაც, ამაზე ვსაუბრობ. რაც იყო. დასალანია, როდესაც არ იყო და საერთაშორისო საზოგადოებას თვეების განმავლობაში კრემლის ხახაში თვეების განმავლობაში საერთაშორისო ბევრ წარმომადგენელს ჩვენ განცხადება ვერ გავაკეთებიეთ პოლიტპატიმარზე. ხო, მაგრამ რა შეცვლის თქო? ახლა შეცვლილი არის ვითარება. ხო და იქნებ ეს აწყობს თქო ბიძინა ივანიშვილს არ შევასრულებ თქვენს რეკომენდაციას, აგერ კაცი ანტიდასავლურ პლატფორმებს ქმნის ზედიზედ და საშინელი ანტიამერიკული ანტიდასავლური კამპანია აქვს ხო გაჩაღებული და მე თქვენც მინდა შეგახსენოთ იმ დღეს რომელიღაც სტუმარს ვეუბნებოდი, დასავლეთი ჩვენი პარტნიორები აკეთებენ უმწვავეს განცხადებებს, მაგრამ გეუბნები აი ეხლაც რასაც ვკითხულობდი, ამას ნიშნავს, რომ თქვენი გასაკეთებელია ხალხო ეს დეოლიგარქიზაცია, გინდათ ევროპა, მაშინ უნდა იყოთ ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა და აი ამის თქმა მინდა, ამის იქით დასავლეთი ვერ წავა და ეგებ ესეც უფრო მეტად აწყობს ივანიშვილს და ტყუილა გაქვთ იმისი მოლოდინი, რომ ვინმე გაუშვებს მაგალითად გვარამიას ან სააკაშვილს თუნდაც ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალოდ უცხოეთში. შემთხვევა სრულიად განსხვავებული და ცდება თუნდაც ოლიგარქიულ სისასტიკეს და სივერაგეს.
ადამიანი არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის და ვისაუბრეთ. რაც შეეხება ნიკა გვარამესთან დაკავშირებით, აქაც ახლა ამოცანები იგივეა, უბრალოდ საბედნიეროდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის გაუარესებული, მაგრამ არსებობს ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ თუნდაც ეს ქვეყანა იხსნას დამატებითი თავის ტკივილისგან, თორე მე იმის თქმას არ ვცდილობ და არავინ არ ცდილობს, როგორ შეიძლება ენდო ასეთ ადამიანს, რომლისგანაც შემხედრი ნაბიჯი აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევებში ადეკვატურობას და ვერ ვნახე, მაგრამ როდესაც არ ხარ სახეზე ქალბატონი, რომელსაც შეუწყალებია პოლიციელების მკვლელები და ეს გააკეთა ყოველგვარი მღელვარების გარეშე და თუ კი ვინმე ინტერვიულა და განიცადა, ეს იყო ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით პოლიციელები, ნამდვილად პატიოსანი პოლიციელები. ამიტომ ახლა წილი ნაყარია და ქალბატონი თავისას გააკეთებს და საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა თავისას გააკეთებს. მშვიდობიანი გზით ხედავ თქვენ გამოსავალს, რომ მიაღწიოთ ნიკა. მოდით აი გადავიდეთ ამ დეოლიგარქიზაციის ნაწილზე. მე კონკურენციაში ინგა ვერ შევალ წინასწარ მეტყველთან და არც მაქვს ამისი სურვილი. არა, გეგმა სტრატეგია როგორი არის თქვენ როგორ ხედავთ? რა თქმა უნდა, ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და არის პრაქტიკულად კალკით გადმოტანილი რუსეთიდან და მისი მოკავშირე არის რუსეთის ფედერაცია და ანუ პუტინის კრემლი და აი ეს ორი ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული ქსელი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, არა უბრალოდ შიგნით მართავს ივანიშვილი ქვეყანას და ასე ინარჩუნებს ძალაუფლებას დღეის მდგომარეობით იმ ჯგუფებით, რომელიც ამ ქსელში არის გაერთიანებული, დაწყებული ფინანსური ინფრასტრუქტურით, რომელიც შექმნა და ჯგუფებით, გაგრძელებული ნახევრად თუ მთლიანად გასამხედროებული ჯგუფებით, პროპაგანდისტული ჯგუფებით. არა, ეს ჯგუფები თავისთავად ერთმანეთთან არიან მჭიდროდ დაკავშირებული, მაგრამ მეორე მხრივ ისინი არიან ასევე ძალიან მჭიდროდ კავშირში რუსეთის ფედერაციაში არსებულ შესაბამის ქსელებთან. აქედან გამომდინარე, აი ეს ადამიანი იქცა ავტოკრატად, რომლის დამარცხება არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი, როგორც წარმოედგინა ძალიან ბევრ ადამიანს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი ევროპის კონტინენტზე ვერ და არ იქნება არაკონტროლირებადი რეჟიმი და დღეს არაკონტროლირებადი რეჟიმი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. სანქციებზე მიერთება და არა თავის არიდება, ეს ყველაფერი წერია აი ამ კომპრომისულ ვარიანტში და გასაგებია, მაგრამ ეხლა მაინტერესებს ამ კითხვაზე თქვენი პასუხი როგორ არის? ჩაიწერა, უნდა მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ანუ როცა საუბარი არის დეოლიგარქიზაციაზე, აი ამ გრაფაში, ამ ნაწილში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქართული ოცნების შეფუთვის მიუხედავად, ხაზარაძე, რომლის მაგალითად ერთ-ერთია და ჯაფარიძე გამოცხადებასაც ოლიგარქებად აპირებდნენ, აი ამ დოკუმენტში არის როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი, ანუ პირდაპირ გვითხრეს, რომ ხო, კიდევ ერთხელ გაიმეორეს დეოლიგარქიზაცია, ამავე დოკუმენტითაც ნიშნავს დებიძინიზაციას, მაგრამ ამ ჩანაწერში იყო მოლოდინი, რომ მოხდებოდა სანქციების თემა. სხვადასხვა ინფორმაციით იყო ამისი მოლოდინი, თქვენ რით იხსნით ნიკა, ჩაწერეს რომ უნდა მოგვარდეს ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა, ჯერ ეს როგორ გაიგეთ, რა გვითხრეს და მეორე, რატომ არ მოხდა ამ დოკუმენტში სანქციების ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. იგივე საკითხს, სადაც ვისაუბრე, უკვე გავაგრძელებდი და გადავიდოდი შემდეგ თქვენს შეკითხვაზე. ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმი და აქ ბევრ ადამიანს, ვინც მათ შორის თქვენს გადაცემებში, თქვენ ტელეკომპანიის გადაცემებში იღებს მონაწილეობას, დრო და დრო არ დავეთანხმებოდი, საუბარია ხოლმე, რომ არის მხოლოდ ქართული საზოგადოების თავის ტკივილი. ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმი აი მიზეზების გამო, რაც ზემოთ ვახსენე, რომ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული პუტინის რეჟიმის და იგივე ავტოკრატიულ რეჟიმთან, აღარ არის მხოლოდ ქართული საზოგადოების გამოწვევა. ის არის საერთაშორისო საზოგადოების გამოწვევა. და ამას უკავშირდება ეს განცხადებებიც მასზე, მაგრამ სანქციები არ არის ჩაწერილი, ხო ეს მაინტერესებს მეც. დიახ, მოგახსენებთ და როდესაც მთელი
დემოკრატიული სამყარო ირაზმება თავისუფლებისთვის მებრძოლი მთავარი სიმბოლოს დასახმარებლად და იმ ხალხის დასახმარებლად, რომელსაც ის წარმოადგენს პრეზიდენტ ზელენსკი მაქვს მხედველობაში და პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკასთან, იმ თავდადებასთან რბილად რო ვთქვათ, დისონანსში მოდის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკა, ეს ადამიანი საკუთარ რეჟიმთან ერთად იქცა დიახაც მთელი საერთაშორისო საზოგადოების თავის ტკივილად, მინუს რუსეთი და მინუს ლუკაშენკოს რეჟიმი. რაც შეეხება სანქციებს, საზოგადოებაში არის ორი ურთიერთ გამომრიცხავი და რადიკალური პოზიციები. ერთნი საუბრობენ, რომ სანქციები ყველაფერს შეცვლის ამ ქვეყანაში და გესმით თქვენ ხშირად ასევე საპირისპირო პოზიცია, როდესაც საუბარია სანქციები ვერაფერს ვერ შეცვლის ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავიაზრებთ დასანქცირებას ბიძინა ივანიშვილის ცალკე აღებული დასანქცირება მისი ქვეყნის შიგნით ვერაფერს ვერ შეცვლის, მაგრამ თუ კი საერთო კონტექსტში ჩვენ ამას გავიაზრებთ აქედან არ ამოვგლიჯავთ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მისი თანამებრძოლების დასანქცირება აუცილებლად არაუბრალოდ არ ყევს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, არამედ შეაქვს ბზარი მისი რეჟიმის რიგებში და აგერ ვნახეთ უკანასკნელ პერიოდში, როდესაც პრეზიდენტ ზელენსკიმ დაასანქცირა ივანიშვილის ოჯახის წევრები და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას დასანქცირდეს დიდ ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ წილად ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს და დარწმუნებულია, რომ ეს დღე ძალიან ახლოს არის და მალე მოვა. ხო? და დავინახეთ ქართული ოცნება რა მდგომარეობაში იყო, რომ მართალია ის მათ სწრაფად გაასწორეს გზავნილი, მაგრამ ეს მოხდა პრეზიდენტ ზელენსკის დასანქცირების შემთხვევაში. ეხლა წარმოიდგინეთ რა ხდება, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და რამდენიმე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს. შეუძლებელია ამან არ იქონიოს ასეთ შემთხვევაში საერთო კონტექსტში გავლენა დიდი შიგნით, ქვეყნის შიგნით, სადაც რა თქმა უნდა შიდა პოლიტიკური ზეწოლით ასევე უნდა მოხდეს ამ რეჟიმის ჩამომსხევა. და ასეთ შემთხვევაში, როგორც თქვენ გიყურებთ, აი ესე ვარ დარწმუნებული, აი იმ სასახლეში, სადაც ქართული ოცნების ცენტრალური ოფისია განლაგებული, როსტომ მეფის სასახლე, ხო? იქ რომ მიხვიდეთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის აი ეს სანქციები თავში მოხდება დასავლური ყველა და ბევრი სახელმწიფოსგან, იქ შეიძლება როსტომ მეფე უფრო დახვდეს, ვიდრე რომელიმე ქართული ოცნების წარმომადგენელი. ამაში ვარ დარწმუნებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შიდა პროცესების განვითარების კვალდაკვალ და არავინ არ თვლას, რომ მორალურ მდგრადობას, ბრძოლის სულისკვეთებას, ბრძოლაში, მათ შორის პოლიტიკურში არ აქვს მნიშვნელობა. უდიდესი მნიშვნელობა თქვენ უნდა გქონდეთ ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს, საზოგადოებამ თავის სიტყვა ამ ათასობით ადამიანს საზოგადოებამ ეს ძალიან გზელი თემაა ევროინტეგრაციისთვის მრავალრიცხოვან აქციებზე. ნიკა, დამეთანხმდა, მდგრადობა თუ ვინმეს უნდა გქონდეს, ეს არის ამ შემთხვევაში მე საუბრობდი ქართულ ოცნებაზე, რა გავლენას იქონიებს. ეს გავიგე, მე გკითხეთ, რატომ არ არის თქო სანქციები მოხვედრილი ამ დოკუმენტში, თქვენი აზრით, ანუ ეხლა რას გაუფრთხილდენ, ჯერ კიდე შანსს აძლევენ, მაშინ თქვენ როგორ გაიგეთ მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა. ეხლა თვითონ ივანიშვილი ხო ვერ მოაგვარებს თავის გადაჭარბებულ გავლენას. აი, თქვენ როგორ გაიგეთ ეს პოლიტიკურ მესმის რომ ჯერჯერობით ამ 10 წლის განმავლობაში, როდესაც პოლიტიკური ცვლილება სახეზე არ დადგა, ეს იწვევს დეპრესიულ განწყობას საზოგადოებაში. და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე ოპოზიცია იყო ძალიან ახლოს საზოგადოებასთან ერთად გამარჯვების მოსაპოვებლად და პირველ რიგში გულისხმობ ხელისუფლების ცვლილებას, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის და ალბათ მე შემდეგ გადაცემებში რომელიც ისევ ოპოზიციამ ვერ გამოიყენა და ვერ მიიყვანა ბოლომდე. მათ შორის თქვენს მიმართაც ეხლა აღარ მინდა იგივე თემებს დაუბრუნდეთ. 2019 წელიწადში ამ პერიოდში და თქვენ რაზეც საუბრობთ, რამდენჯერაც ოპოზიციას ჰქონდა ბოლომდე მიყვანის შანსი. თქვენს საყვედურობენ არაერთხელ დაშლილი აქციების გამო და ჩემზე კარგად თქვენ იცით.
ამაზე მოდით ნუ ვიკამათეთ, ბევრჯერ მისაუბრია. თავარი არის რწმენა და თავარი არის მზაობა იმისა, რასაც წლების განმავლობაში აკეთებ. დიახაც, აღმოჩნდა რთული, ნამდვილად რთული აღმოჩნდა რუსული რეჟიმის დამარცხება და აღმოჩნდება რთული და აქ გაცილებით მეტი ძალისხმევა დაგჭირდება სწორ კონკრეტულ დღეებში. მაგრამ მოვა ეს დღეები ძალიან მალე, თუმცა გულიმწყება, როდესაც გაშვებულ შესაძლებლობებსაც უყურებ ამ თვალსაზრისით. დაწყებული 2019 წლიდან, გაგრძელებული 2020 წლიდან, მერე 2021 წელს არავის პასუხისმგებლობას ახლა რაც იყო, მაგრამ ყოველთვის ბიძინა ივანიშვილმა სამწუხაროდ მოახერხა შიგნიდან ოპოზიციური პლატფორმიდან სასურველი შედეგის მიღება. რანაირად ამაზე უნდა ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ და ეხა გამახსენდა ანზორმელიასთან ინტერვიუ ქონდა Prime Times ოპოზიციაში ბევრი მოსყიდულია ნიკას ებრძვიან რადგან სიმართლეს ამბობსო და საინტერესოა ვის გულისხმობდა ანზორმელია რომელიც ეს გადასარევი ექიმი შეიყვანეთ მე მგონი ძალით შეიყვანეთ პოლიტიკაში რეკლამის შემდეგ უნდა დაგისვათ კითხვები ოპოზიციის მიერ ერთი ნაწილის მიერ შემოთავაზებულ გაერთიანებაზე თქვენს უარზე და ასე შემდეგ მოკლედ ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და მინდა ასევე ამიხსნათ აი იგივე რეზოლუციაში ჩაწერილი ეს ფრაზები თქვენ როგორ გესმით ნიკა უნდა მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე არა რეკლამის შემდეგ და აი შემოგთავაზათ მაგალითად სამეულმა ვაშაძე ხოშტარია ზურაგირჩი ჯაფარიძე გავერთიანდეთ და ანუ თქვენგან არ წამოვიდა იგივე სურვილი ამ თემებზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პირადად ამის დასასრული გადაჭარბებული გავლენები ივანიშვილისა ქვეყნის პოლიტიკურ ეკონომიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე დაუბრუნდებით რამდენიმე წუთში ნიკა მელიას შემდეგ უკვე შემდეგ ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე რომელიც ბევრ დეტალს ახალ დეტალს როგორც მან დაწერა სოციალურ ქსელში მოგვიყვება მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზთან დაკავშირებით მათ შორის ასე რომ ბრუნდებით შემდეგი ბლოკი მალე მოვა ამ ჩანაწერის შინაარს ბოლომდე ვერ დავეთანხმები და აი რატომ ვინაიდან ოლიგარქის ბუნება და ოლიგარქიული რეჟიმის ბუნება არ ითვალისწინებს ძალაუფლების განაწილებას, არ ითვალისწინებს ძალაუფლების შემცირებას. და რაში ვერ დაეთანხმებით, რას გეუბნებათ ამით ოლიგარქი არ გულისხმობს და მისი რეჟიმი ძალაუფლების გადანაწილებას ის რაც ხდება ლიბერალურ დემოკრატიაში და დემოკრატიულ წესწყობილებაში. ჩვენ მას როგორ გავიგოთ, უნდა მოგვარდეს რეჟიმი როგორც გადაჭარბებული გავლენა, აი რა გაიგეთ. რეჟიმი როგორც ოლიგარქის უნდა დაიმსხვრეს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამარცხდეს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი სახეზე იყოს და მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი არ იყოს მისი პირადი მცველი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი არ იყოს მისი მეორე პირადი მცველი პრემიერ-მინისტრი არ იყოს მისი ასე ვთქვათ პერსონალი ყოფილი კერძო ბანკიდან და ასე შემდეგ ხო მაშინ ახლა სახეზე აღარ არის ოლიგარქიული რეჟიმი ამ ადამიანს არ აქვს ეს განზრახვა მან იცის რომ ის არაფერზე არ დგას გარდა ძალაუფლების მიტაცებულ ძალაუფლების პირობებში ძალადობაზე აგრესიაზე და რეპრესიებზე ის თუ ყველაფერზე ამბობს უარს ბიძინა ივანიშვილი არ არის ბიძინა ივანიშვილი ანუ არ არის ოლიგარქი ამიტომ ის ვერავითარ შემთხვევაში ქართულ საზოგადოებას თავისი ნებით და არ იზამს ამას ხო და რას ნიშნავს ეს მატენაზე ანუ აი ის რომ ქვეყანაში ოლიგარქი არ უნდა არსებობდეს დეოლიგარქიზაცია ნიშნავს რომ ქვეყანას არ უნდა მართავდეს ოლიგარქი დეოლიგარქიზაცია ნიშნავს რომ ქვეყანას არ უნდა აკონტროლებდეს ბიძინა ივანიშვილი დეოლიგარქიზაციასთან ერთად
მოგვისმენია დებიზინიზაცია. აი, ნიკა, უყურეთ ქართული ოცნება როგორ აფასებს. ეხლა ინტერპრეს ნიუზზე ვკითხულობ. ირაკლი ქადაგიშვილი ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი ამბობს, ბიძინა ივანიშვილზე ხდება შურისძიება, რადგან საქართველოს ხელისუფლება დამანგრეველ ომში არ არის ჩართული. პირდაპირაა ნათქვამი, ანუ გეუბნებიან ჩვენ ერთადერთ ადამიანს ვთვლით ოლიგარქად, სხვა არის თუ არა ოლიგარქი არც კი გვაინტერესებს, არც კი განვიხილოთ, პირდაპირ ვამბობთ, რომ არის ერთადერთი ოლიგარქი და არანაირი კანონი არ მოგვაქვს, რა თქმა უნდა, არანაირი კონკრეტული მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, რომ მოვახდინოთ ქვეყანაში არაკონსტიტუციური გზით რაიმე ცვლილებები. ასე გაიგო ქართულმა ოცნებამ, რომ არაკონსტიტუციური გზისკენ არის მოწოდება და თქვენ როგორ გაიგეთ თქვა, მოგვარდეს ეს ადამიანები ქუჩაში გადით იბრძოლეთ, ვადამდელი არჩევნები ხალხს რომ დაპირდით ამ სეზონის დასაწყისში, საწავიდაო, დაანიშნინეთო, ამას გეუბნებიან თუ როგორ გაიგეთ? ამ ხელისუფლებისთვის ყველაფერი რაც საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, ამ დეოლიგარქიზაცია განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, აგიქვება პერსონალურ ტრაგედიად. იმიტომ რომ ის მომხეჭველობა რითიც არიან დაკავებული, ყველაფერს თავი დავანებოთ, მართლა იდეის გარშემო ხო არ არიან გაერთიანებულნი, არა? ამიტომ შეუთავსებელია ივანიშვილი და დემოკრატიული ინსტიტუტები ამ ქვეყანაში. და თქვენ როგორ იმოქმედეთო, რას გვეუბნებიან ამ რეზოლუციის ტექსტით? მე ვფიქრობ ნათელია უკვე რა? რომ ივანიშვილი არ უნდა იყოს ოლიგარქი. ივანიშვილი როგორც მოქალაქე დარჩება საქართველოში, იცხოვრებს აქ თუ არ იცხოვრებს, ეს სხვა საკითხია, მან გადაწყვიტოს. და კიდე სხვებმა. რასაც საზოგადოებასთან ერთად გადაწყვეტს მომდენო ხელისუფლება, ხო? როგორი იქნება მისი ცხოვრების ხარისხი მომავალში, მაგრამ ოლიგარქი ივანიშვილი აღარ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ევროპული მომავალი ისტორიული არჩევანი არა თუ არის საფრთხის წინაშე, არამედ ამ ყველაფერს არ უწერია დღის სინათლე და ძალიან დასანანია. ივანიშვილი თუ არ გაუშვებენ სამკურნალოდ სააკაშვილს, თუ ნიკა გვარამიაზე გადაწყვეტილება არ გადაიხედება, თუ სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არ ჩვენი სტატუსი ჩვენ ვერ მივიღებთ სტატუსს. თუ არ იქნება სასამართლო თავისუფალი კლანისგან, თუ სახალხო ხო და აი ქართული ოცნება გეუბნებათ, რომ ეს არისო მოწოდება არაკონსტიტუციური გზით შეიცვალოს აქ პროცესები. კონსტიტუციური არის გზა, რომელიც გულისხმობს ხალხის ნების აღსრულებას. ხალხის ნება როგორ აღსრულდება საარჩევნო ურნასთან მშვიდობიანად თუ სხვადასხვა საშუალებებით, ამას ქართული ოცნება იხილავს. სხვა საშუალებაში რას გულისხმობთ? რევოლუციურ სცენარს მაგალითად? ეს ადამიანები არაკონსტიტუციურ უწოდებენ ნებისმიერი ტიპის ღელვარებას, ხო? არაკონსტიტუციურია ნებისმიერი ტიპის მცდელობა, რომელიც სრულად ჯდება თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებში, რომ მით უმეტეს შეცვალო ხელისუფლება, რომელიც ოლიგარქის სახით არის მოცემული და ჩაანაცვლა იგი დემოკრატიული პლურალისტული დემოკრატიული ძალებით, ასე რომ აქვს იმის ძალა, რომ შეცვალოს ოლიგარქიული მმართველობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ იყოს ჭარბი გავლენების კაცი, როგორც აქცია პოლიტიკურ ეკონომიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. პირველ ნაწილში დარწმუნებული ვარ და ვიყოთ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ. არ არსებობს არაკონტროლირებადი რეჟიმი, ვერ გააგრძელებს თავის არსებობას. აი ოპოზიციის ნაწილი თავაზობთ, რომ გავერთიანდეთ წეგან რეკლამის დასაწყისში გითხარით, რეკლამამდე უფრო სწორედ, რომ შემოგთავაზეს გამოვიდნენ სტრატეგია, გირჩი მეტი თავისუფლება, დროას ლიდერები და შემოგთავაზეს გავერთიანდეთ. რა მიიღეს პასუხად? პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის პოზიცია დღეს არა და არც გუშინ და არც გუშინ წინ იყო თანამშრომლობა, კოორდინაცია და ძალიან მჭიდრო კავშირი ყველა გულწრფელ ოპოზიციურ პარტიასთან და ამის ინიციატორებიც ვიყავით ბევრ შემთხვევაში, ხო? ეს რამდენიმე შემთხვევაში იყო მექანიკური ერთობის სახით მოცემული და სხვადასხვა შემთხვევებში იყო უბრალოდ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია, თუნდაც ქუჩის მანიფესტაციებით დაწყებული და სხვადასხვა საკითხებსაც, რომელსაც არ ჩამოვთვლი. რაც შეეხება ამ სამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, მე მივესალმები და ვისურვებდი ყოველ შემთხვევაში, რომ ეს სამი პოლიტიკური პარტია პირველ რიგში თავად გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს ერთ პოლიტიკურ სუბიექტად, ეს ჩემი მოსაზრება. მიმაჩნია, რომ ეს იქნებოდა ძლიერი განაცხადი. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება უშუალოდ ამ ინიციატივას, აი აქ მე ვისურვებდი, რომ ბევრად უფრო მომზადებული ყოფილიყო
ეს პროცესი მე ამას იდეას ვერ დავარქვი, იმიტომ რომ იდეას ვერ ხედავთ მეორე მხრიდან, სადაც მოდის ეს ინიციატივა, პროცესი, სადაც ბევრი ნაკლოვანება დაფიქსირდა და მათ შორის პირველი ნაკლოვანება, ნომერ პირველი ის, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ეს ეთერებიდან არ უნდა გაიგო, არა იმიტომ რომ ვინმე შევაწყობილად იგზნო, არა, იმიტომ რომ ყოველთვის მეტი სივრცე ჩდება გაუგებრობისთვის. ანუ წინასწარ არავინ თქვენთან კონსულტა არც ზურა ჯაფარიძესთან, არც ელენესთან, არც გიორგი ვაშაძესთან არ ქონიათ არანაირი კონსულტაცია და ეთერიდან გაიგეთ ამ იდეის შესახებ. არა მარტო მე, რა თქმა უნდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებმაც ყველა რაღაც ნაწილთან ჩემი ინფორმაციით ლელოსთან ჰქონდათ მათ კომუნიკაცია, ჩვენთან არის პროცესი დაწყებული იყო, როდესაც მე ზურა ჯაფარიძესთან მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ბაკურიანში, როდესაც ჩვენ ორივე სტუდენტებს შევხვდით და ერთობლივად პასუხობდით სტუდენტების შეკითხვებს. ეხლა მე და ზურაზე ჩამოვიდა ლაპარაკი. ჩვენ შორის შედგა კომუნიკაცია, უახლოეს პერიოდში ჩვენ შევიკრიბებით, ვისაუბრებთ და ჩვენს ხედვას არ უდგენთ. მე პირადად მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა მე მგონი განვლილი წლების განმავლობაში ამტკიცებდა და ახალს ამტკიცებს და მომავალშიც დაამტკიცებს, თუ ვინმეს უნდა ერთობა და თანამშრომლობა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. დაწყებული საპარლამენტო წარმომადგენლობაც რო აიღო, თანამშრომლობიდან გამომდინარე ხო შედგა ის პროცესი, რომელიც შედგა, სადაც ნაციონალური მოძრაობის მაგალითად სახელით ამა თუ იმ მოწვევის პარლამენტში უფრო მეტი შესაძლებელია, არ მოვერიდი, უფრო მეტი არანაციონალური მოძრაობის წევრი შევიდა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის წევრი და სიმართლე გითხრათ, ამას მაინდა-მაინც დიდი აღდგენებით ჩვენი პარტიის ამორჩეველი არ შეხვედრია. და რატო გახვედით? მე მიმაჩნია, როდესაც ერთ-ერთი ლიდერი ხო ამ პარტიის გადაწყვეტილების მიმდები. ანუ რატო შეიყვანეთ ეს ხალხი? ამიტომ რომ ჩვენ თანამშრომლობდით და ჩვენთვის სხვადასხვა პარტიებთან თანამშრომლობა თუნდაც იმ ეტაპამდეც მიდიოდა, რომ პოლიტიკური პარტია ყველაზე ძვირფასაც კი თმობდა და დობის ვოტუმი ჩვენსგან ავანსადაც იყო გაცემული, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საუბრობენ ადამიანები, რომ უნდა იყოს 2012 წლის ანალოგიური სურათი, სადაც ერთ მხარეს უნდა დადგეს ქართული ოცნება და მეორე მხარეს უნდა დადგეს მთელი ოპოზიცია. ხო, ჯერჯერობით უკვე ვიცით, რომ აქ მთელი რიგი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, თუ განსაკუთრებით საკითხი ეხება საერთო საარჩევნო სიას. ეს ჯერა რომ პირიქით იქნება კონტრპროდუქტიული და იქნება მარცხის ფორმულა. მე მიმაჩნია და მეგობრებთან ერთად ამაზე ვსაუბრობთ, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა შეიქმნას კიდევ და უნდა ეცადონ ეს პარტიები, რაღაცა მესამე პოლიტიკური პოლუსი. იმიტომ რომ თუ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საარჩევნო სიაში თუნდაც ეს სამი პოლიტიკური პარტია აპირებს ასპარეზობას, რატო იქნება იცით კონტრპროდუქტიული? პრაქტიკული მაგალითით გეტყვით. აი პირობითად ზურა, გირჩი, ჯაფარიძე და მე თუ ერთ საარჩევნო სიაში ვიქნებით, ან სხვები და კიდე ჩემი კოლეგები. ხო, აი ზურა, გირჩის ამორჩევლის მინიმუმ 50%, ასეთ საარჩევნო სიას ხარს არ დაუჭერდა და არც ზურა სტრუქტურა რომ მოხაზეთ, აი ბოლოს ადგილობრივი არჩევნების წინ და ერთიანი გუნდით რომ გამოხვედი, ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა და მეორე ტური დასჭირდა, ხო? ქართულ ოცნებას. ის იყო მოდელი კოალიციური მთავრობის. ის იყო სრულიად სხვა შემთხვევა 2020 წელს მე ვიყავი ინიციატორი, როდესაც თბილისში 5 მაჟორიტარული ოლქი დაითმო და ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ ჩვენ ამის განვრცობა ვერ მოვახერხეთ რეგიონებზე და 2021 წელს, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ ითანაშრომლა მათ შორის დიახაც კულუარულად, იქ პრაიმერისი ჩვენ ჩაგვეტარებია, ყველა კანდიდატი ნაციონალურ მოძრაობის გაიმარჯვებდა და ვერც ერთი სხვა ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ვერ იქნებოდა დასახელებული ვერც ერთ ქალაქში მერობის კანდიდატად. ამიტომ მით უფრო ჩემთვის გაუგებარია საუბარი პრაიმერიზე პარტიებს შორის და იცით რატომ? არა იმიტომ რომ ვიღაც ამას გააურბეთ, ჩვენ შედეგზე გვინდა ვიყოთ ორიენტირებული, პრაიმერისი გამიგია პარტიის შიგნით. მაგრამ პრაიმერისი პარტიებს შორის ეს არ არის პრაიმერისი, ეს არის კლასიკური არჩევნები. და თან, როდესაც საუბრობთ 4 პარტიაზე, დაუშვით 4 პარტიაზე, რა მოცემულობა აქეთ არის ქართული ოცნება, აქეთ ვიქნებით 4 პარტია, იქ იქნება გახარეს პარტია, ან ლელო და გახარია ერთად, ან ლელო ცალკე, შალვანათელაშვილი ცალკე და შემდეგ და ეს იქნება ის ერთობა, რა ერთობაზეც საუბრობენ? არ იქნება. ხო, აი, მომისვენია მე თქვენ გადაცემებში, რომ არ უნდა ჩვენ
ჩავიყენოთ ჩვენი თავი იმ მდგომარეობაში, სადაც ერთმანეთს უნდა ვეპაექროთ. ეს მოხდება, თავისთავად მოხდება და ჩვენ არ გვინდა რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბაზაზე რამდენიმე პოლიტიკური პარტია მოვიდეს და მან თავისივე ამორჩეველი დაკარგოს. იმის მაგერად რომ თავისი პარტია ერთიანად ოპოზიცია უგებს ქართულ ოცნებას. დი გენაცვალოთ ჩემი თავზე. მან ვარ ზუსტად 2018 წელს რა მოხდა? 38% აიღო გრიგოლ ვაშაძემ და 12% აიღო დათო ბაქრაძემ. ჯამში 50%-ზე მეტი იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენო ერთი კანდიდატი წარდგარიყავით 2018 წელს, ეს 2%-ული მაჩვენებელი არ დაჯამდებოდა, ხო? ეხლა აქ საუბარია, რომ გადაუნაწილ, ჯერ რატომ საუბრობთ საერთოდ? რა დროს ამაზე საუბარია დღეს, ხო? ან რა დროს იმაზე საუბარია, რომ ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჯერეთით მე თუ მკითხავთ, თუ მაინდა-მაინც ამ 4 პოლიტიკურ პარტიას შორის უნდა შედგეს ამ ტიპის თუნდაც ერთობა, რაც კონტრპროდუქტიულია და ახსენით თუ რატომ, მე მიმაჩნია, რომ მათ გადალახონ ის ზღვარი, რომელიც დაწესებული იქნება სხვა პარტიებმაც, ასევე რომ გადაუნაწილებელი ხმები იყოს ნაკლები, ხო? და ამის შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად საერთო ოპოზიციიდან ვინმე არა, როდესაც ნაციონალურ მოძრაობასთან პატივისცემა ყველა ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ თუ ამ სამ პოლიტიკურ პარტიაზე ვსაუბრობთ და ნაციონალურ მოძრაობა თანამშრომლობს თუნდაც ამ სიღრმემდეც, ხო? პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თაობაზე პრაიმერისი ვის შორის უნდა ჩატარდეს? ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რომ უნდა იყოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ეს 2x2 ხა შეუძლებელია. რატომ არის 2x2? რატო და იმიტომ მინდა? ერთობა ხო არა, ამბიციების და ეგოს გვერდით გადადებასაც მოიწონს. 4 პოლიტიკურ პარტიაში სულ სხვა სურათია, რასაც ჩვენ საუბრობთ. არა, ძალიან დიდი სხვაობაა თანამშრომლობასა და საერთო საარჩევნო სიით ასპარეზობა შორის. ისე ვის ხედავთ თქვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, აი ვის დაუჭერდით მხარს, ვის? რა დროს ამაზე საუბარია პირველ განყოფილებაში, რაზე ვისაუბრეთ, ხო პირველ ნაწილში. თორე ეს საკითხები, როდესაც ღია ეთერში გამოვიდა, დაახლოვდა პოზიციები? თუ დაშორიშორდა, მე პირდაპირ გეუბნები თუ დაშორიშორდა, მით უმეტეს ვიღაცაზე ჩვენ არ მიგვიღია რაღაცა შანტაჟის ენით რო ისაუბრა, რა мотиваცია უნდა გაუჩნდეს რომელიღაცა ცალკე აღებულ სუბიექტს, რომ ასეთ ვითარებაში ითანამშრომლოს, ხო? მაგრამ პრაქტიკა საპირისპიროსაც ხატყობს, ინგა, ყოველთვის მსგავსი ტიპის მიკრო, კვაზი ერთობა, რომელიც შედგება მთელი ოპოზიციური სპექტრისგან კი არა, რაც სრულიად სხვა ვითარებაა და ამისკენ მოუწოდეთ ჩვენ პარტნიორებს ყველა, ვისაც ჯერა და უნდა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილების ამ ქვეყანაში დემოკრატიული მართლობა არიან ოპოზიციონერები, ოპოზიციის აი მაგალითად შარშან იყო არ სურს თქვენი აზრით ივანიშვილის ცვლილება, აი ოპოზიციაში ბევრი მოსყიდულია ნიკასებძია, რადგან სიმართლეს ამბობს, რომ ეს ანზორმელიას განცხადება მამა თქვენის ალბათ გეცოდინებათ ვის გულისხმობდა. არ საუბრია სიმართლეს. არა, ვერ დავიჯერე. აი ესეთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა ანზორმელიამ და თქვენ არ იცით ვის გულისხმობდა. თხოვნა იყო უახლოესი თვეების განმავლობაში, რომ მას თავი შეეკავებია მედიასთან თანამშრომლობისგან და ნუ მაინც როგორც რაღაც იცის და იმიტომ თქვა, ხო ყველა ხوارით ხო. მოხდა და გულახსნელად გეუბნებით აი ამ ინტერვიუს შემდეგ რომელიც მე წავიკითხე არც სატელეფონო საუბარი მასთან არ მქონია. გაებუტეთ ამას? არა, არ მქონია უბრალოდ ჩვენ სხვადასხვა სახში ცხოვრობთ და სამწუხაროდ ანუ არ მოგეწონათ ეს ინტერვიუ? არა, მე ამას არ ვამბობ, არ მინდა ეყოფა მამას ის დოზა ჩართულობის აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში, რომელსაც მას მოუწია ზუგდიდში, ის რჩება რა თქმა უნდა გულშემატკივარი ნაციონალური მოძრაობისას და საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესებისა, მაგრამ არ მინდა რომ ეს იყოს ჩართული მინიმუმ რომ არ იდარდოს იმაზე მეტად. მაშინ ანზორს თავი დავანებოთ და მე მკითხავ, ვინ არის ოპოზიციაში, ვინც თქვენ გებრძვით? დავით ვიცხოთ რომ ეს ანზორმელიას სიტყვებია. მეც ხომ აქვს კითხვის დასმის უფლება და ეჭვის გამოთქმის უფლება. ამ პროცესმაც უკანასკნელ 9 წლის განმავლობაში მე მორიგჯერზე დამარწმუნა რომ ნებისმიერი ტიპის გამოწვევა ან ჩემი შეფასებით განსაკუთრებით როდესაც უსამართლო დამოკიდებულებას აქვს ადგილი, ხო? პირიქით მაძლიერებს ამ ბრძოლაში და უფრო ორგანიზებულს მხდის.
და მეტიც מחარებს. ვინაიდან თუ კი რაიმე ტიპის აი როგორ გითხრათ დამოკიდებულება არ მომწონდა სასკოლო პერიოდიდან მოყოლებული ჩემს თანატოლებში იყვნენ ადამიანები ჩემს გარშემო, რომლებიც ყველასთან იყვნენ აბსოლუტურად თანაბარი ხარისხით ჩართულები ურთიერთობაში და შეუძლებელია ხო ეხლა ცხოვრებაში საქმეს აკეთებდნენ მით უმეტეს მნიშვნელოვან პროცესებში ჩართული იყო და შენ არ ყავდეს მტერი, შენ არ ყავდეს გარშემო ადამიანი, ვისაც შენი კარგი არ უხარია. ადამიანები, რომლებიც არიან თქვენი მტრები? დღეს ოპოზიციაში, დღეს ოპოზიციაში არის ბევრი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ცოტა ხანში, შემდეგ რაც ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება, ჩვენ ერთმანეთის ოპონენტები გავხდებით. ვიღაცა იქნება სახელმწიფო გუნდის წარმომადგენელი და ვიღაცა იქნება ოპოზიციაში. პოლიტიკური პროცესისთვის არ არის უცხო ასთა სხვადასხვაობა. მტრობა, რაზეც თქვენ აქცენტს აკეთებთ, არის სულ სხვა რამე, ამის გარეშეც პოლიტიკური პროცესი, თუ პოლიტიკური პროცესი ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაც ხშირად მათ შორის ეხა ჟურნალისტთა კორპუსში ცხოვრებაც წარმოუდგენელია. მაგალითი ოპოზიცია. ნუ ახლა ოპოზიციაში რომ ყავს, ხო ვერ აკვირდებით რომ ყავს. არა, მე რას ვაკვირდები და მე რას ვხედავ, შეიძლება იმაზე მეც ვხედავ ბევრად, ვიდრე თქვენ ლაპარაკის სურვილი ოდესმე გაგიჩნდეთ. მე თქვენი პასუხი მაინტერესებს. მე სათქმელი მაქვს ძალიან ბევრი, ინგა, ძალიან ბევრი სათქმელი მაქვს, ძალიან ბევრი სალაპარაკო მაქვს და ეს ყველაფერი უკავშირდება ამ ქვეყნის მომავალს, ამ პარტიის განვითარებას. პირველ რიგში ხა ამ ეტაპზე რაზეც ვისაუბრეთ, აი ეს ურთულესი ეტაპი უნდა გადავლახოთ და მოვახერხოთ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა. ამის შემდეგ როგორც იქნება ამის აუცილებლობა სიამოვნებით, მე ახლა შებოჭილი ვარ, მე ახლა ბევრ საკითხზე ვერ ვსაუბრობ და არ ვსაუბრობ განგებ, ვინაიდან ეს გადაითარგმნება აგერ ჩასაფრებული ნოდარ მელაძე ხვალიდან სიუჟეტებს გააკეთებს, რომ თითქოს არის დაპირისპირება. ეხა ნოდარ მელაძე არ გადამკიდო, უნდა დაგიწყო იმის მტკიცება, რომ ჩასაფრებული არ არის. როგორც ჟურნალისტი. ჟურნალისტია ნოდარ მელაძე და მისი ვალდებულება watchdog-ი იყოს. ანუ იქ სადაც ჩნდება კითხვები და ნიკა მაპატია, მაგრამ ძალიან თვალნათლივ ჩანს ოპოზიციაში შიგნით ვისთან რა მტრობა და რა ურთიერთობები არის. ამიტომ ნოდარ მელაძე აშუქებს იმას, რასაც ხედავს. ეხლა ნახევრად ხუმრობით არის ნათქვამი. ახლა არ არის სააშკარაოზე გამოტანა იმ საკითხების, რომელიც აქვე დავძენ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიცოდეს. მაგრამ არის ეს საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ საზოგადოებამ გააკეთოს გააზრებული არჩევანი, თუ კი საუბარი იქნება საარჩევნო პერიოდზე და იყოს კარგად ინფორმირებული, მაგრამ არსებობს გამოწვევები, რომელსაც პირველ რიგში უნდა უპასუხოთ და აგერ გიხარით კიდევ. რაც ეხება იმ საკითხზე, ხარ შეიძლება არ დავასრულო აზრზე, მაგალითად ჩარჩანდელი წელიწადი. ჩვენ ვიყავით რამდენიმე პარტია გაერთიანებული და ლელო პირველ ტურში ამ ერთობაში არ იყო შემოსული, ხო? და რამდენიმე პარტიით ჩამოყალიბებულ ერთობა, მაგალითად თბილისის ერთ-ერთ ოლქში, თაწმინდის საარჩევნო ოლქში წარადგინა საერთო კანდიდატი. ხო. და ამ საერთოდ ჩვენს მიერ წარდგინებულმა კანდიდატმა წააგო არათუ ქართულ ოცნებასთან, წააგო პარტია ლელოსთან, გესმით? ამიტომ საუბარი იმაზე, რომ 4 პარტიისგან შემდგარი ერთობა არის ის, რაც სჭირდება ივანიშვილის დამარცხებას, აქ გვაქვს ჩვენ სერიოზული კითხვები. სხვაგვარად, თანამშრომლობა, ერთობა გნებავთ, გაერთიანება, კოორდინაცია, თანამშრომლობა, გაუბედავ და ვიტყვი, ნაციონალური მოძრაობა არაფერს ამ პროცესში არ აკლებდა. ამიტომ კარგი. კი არის ჩვენი დრო იწურება და ორი კითხვა დამჭა აუცილებლად. არა, აქვს საარჩევნო საერთო სიას გაუგებარი. საერთოდ ენით დაგუწერელია ჩემთვის, რას გულისხმობს ეს და მით უმეტეს კონკრეტულად რო გააჩნია. და პლუს პრაიმერის. მაგრამ აი უყურეთ როგორია მდგომარეობა. რა თქმა უნდა, თქვენ ახსენეთ 75% და პარტიული პოლიტიკური იდენტობა, პარტია 1-მა, 2-მა, 3-მა, 4-მა ხო უნდა შეიქმნას ნაციონალურ მოძრაობას, მოუწია წლების განმავლობაში ნებსისყუდში გაძრომა მრავალჯერ, რა არ უქნეს, რა არ ეცადნენ, რა არ ჩამოამსხვრიეს, რა განადგურება არ განიზრახეს, მაგრამ
ფეხზე ვდგავართ და შედეგი ის არჩევნებამდე რისი თავი გაქვთ ესა შედეგი იზრდება, მნიშვნელოვანი. მაგრამ ფეხზე რომ კონტრიბუცია კონტრიბუცია ამ ერთობაში გავიგე. დიდი შეგვაქვს და როდესაც თქვენ შემოდიხართ ერთობაში კონტრიბუცია ხომ უნდა შემოიტანოთ ხო, მაგრამ ოპოზიცია უსუსურია ეხლა. ოპოზიცია აი ეხლა გეტყვი რა, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სხვა შორის მისი ნათესავი დააკავეს და დღეს კიდევ ერთხელ ძალიან აქტუალური იყო ამ თემაზე საუბარი, გამოვიდა და ძალიან სკანდალური ინფორმაციები გააჟღერა. რა გააკეთა ოპოზიციამ იმისთვის, რომ დაედასტურებინა იყო თუ არა ეს ასე. აი მაინტერესებს მეტი ვიღა უნდა იყოს ინფორმაციის ოპოზიციისთვის მომწოდებელი. ეს მეორე გამოვიდა ოპოზიცია გამოხვედით მე მახსოვს ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი იყავით ამ სეზონზე დაანონსეთ იქნება ვადამდელი არჩევნები რა გაკეთდა რომ ვადამდელი არჩევნები ეს პროცესი დასრულდა ეს პროცესი არ განვითარდება თქვენ გონიათ რომ არ მოვა ის მომენტი როდესაც ეს ყველაფერი მოხდება მე ჩვენ არ მეპარება რომ მოხდება ის რომ ვადამდელ არჩევნებს ეხა რუსული ტიპის ხელისუფლებისგან ეხა ლანგარზე არავინ არ მოგვაწვიდა ხო ფაქტია მაგრამ გითხარით ჩვენთვის ამ ეტაპზე ნომერ პირველი ამოცანა რა რაც უახლოეს ორ კვირას უკავშირდება მაქსიმუმ სამ კვირას უკავშირდება ხო პირველ განყოფილებაში ვისაუბრეთ ანუ სამ კვირაში ქუჩაში გადი არა მე ვისაუბრე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის ვადამდელი არჩევნები არის დაკმაყოფილებული გადიხართ ქუჩაში ვადამდელი არჩევნები ასე არ ვისაუბრებდი მე იმიტომ რომ ამაზე მეტი ვთქვი რომ არ იქნება უბრალოდ შემგუებლობა იმ ვითარებასთან რომელსაც ქართული ოცნება ახლა გვიმზადებს რაც შეიძლება რატო ვახსენე იცით გოგაშვილი უყურეთ FSB-სთან ხო და მაგას მივშლი FSB-სთან კავშირებზე განცხადებას აკეთებს ამხელა ყოფილი თანამდებობის პირი და ოპოზიციამ თქო რა ჟურნალისტები უფრო მეც აკეთებენ ვიდრე პოლიტიკოსები საგამოძიებო ჟურნალისტიკი დაკავებული ჩემი კოლეგები ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ ინგა ჩვენ საერთო პრობლემა გვაქვს ქვეყნის გათავისუფლება ოკუპირებულია ეს სახელმწიფო ხო? ასე დაყოფა სეგრეგაცია რო იცი ჟურნალისტი კარგია ოპოზიციონერი არა კარგიაო არ მithქვამს ნიკა არა ძლიერია გავლენიანია ჩვენ კარგები ვარ და ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვართ მართლა ძალიან სუსტები სანამ ეს ხელისუფლება არის მიტაცებული და სახელმწიფო რაც შეიძლება სოსო გოგაშვილს აი თუ რამეში ვარ დაწუნებული აქ ვარ დაწუნებული ის რაზეც მან ისაუბრა ამას მოყვება განვითარება და FSB-სთან კავშირებზე არა მარტო თუნდაც სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით როგორ ხდებოდა იქ ვიძინა ივანიშვილის ჩართულობა მათ შორის მუხტალის გატაცება როგორ მოხდა და მთელი რიგი დანაშაულებები რომელიც მან ამხილად ეს იყო თავარი ერთ-ერთი დასაყრდენი ფიგურა ხო ხელისუფლებაში მე ვისურვებდი რომ ამ საკითხის გარშემო ბევრი გვესაუბრა მათ შორის ტელეეთერებშიც და საპირისპირო დამოკიდებულება მესმის რომ აჰა თქვენ რა იქ ჯერათ რომ გოგაშვილი რასაც საუბრობს სწორია კი მე მჯერა მე არ მეპარება ნამდვილად პირველივე დღიდან მე მგონი თქვენი გადაცემის სტუმარი ვიყავ როდესაც თქვი რომ ჩვენ ადამიანი კი არ უნდა გავკითხოთ იმისათვის რაც მან გააკეთა არამედ პირდაპირ თქვი რომ უნდა წავახალისოთ სხვა ადამიანებიც ვინც მაღალი ალბათობით ფიქრობენ რომ მიბაძონ ქართული ოცნებიდან სოსო გოგაშვილს ხო და მე ვფიქრობ რომ უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს განვითარება მოხდება ხა გეხვეწებით ამკითხოთ რა და როგორ და რანაირად მოხდება იმიტომ რომ სოსო გოგაშვილის მიერ ხილებული პირები მიეცებიან პასუხისგებაში განსაკუთრებით ბატონი გომოლაური ადამიანი რომელმაც დაგეგმა განახორციელა ივანიშვილის დავალებით მუხტალის გატაცება ხო კონკრეტული გვარები ვიცით მოქმედი თანამშრომლები არიან მაღალჩინოსნები სპეცსამსახურებში არსად არ წავა ეს არც ერთი და არც ორი და არც ხუთი ადამიანი და გომელაური იქნება ერთ-ერთი ვინც აგებს პასუხს პირველ რიგში საზოგადოების წინაშე და მერე მართლმსაჯულების წინაშე ძალიან დიდი მადლობა ანუ 2-3 კვირა არის ის პერიოდი როდესაც თქვენ ელოდებით რომ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით თუ არა და მერე იწყებთ ბრძოლას ქუჩაში ბრძოლას ვიწყებთ არა ბრძოლა დაწყებულია და ბრძოლა გაგრძელდება და მიიღებს სხვადასხვა ფონოს და ხასიათს და მივა გამარჯვებამდე სანამ არ დაიმსხვრევა ეხა და ეს რეჟიმი და თუ კი ვინმეს
ეჭვიეპარება ბრძოლის უნარიანობაში პარტიის ცალკეული ლიდერები ჩემი დაწყებული სხვებით, ხო, ამ ადამიანებთან კამაც ახლა რა აზრი აქვს მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ უნახავთ რა ახლოს ყოფილვად გამარჯვებასთან, ხო და სუბიექტური მიზეზების გამო ეს გამარჯვების დროშა ვერ აფრიალდა. მაგრამ ამსეთ ადამიანებს დავარწმუნებთ ჩვენი კონკრეტული ქმედებებით და ამას ვიხილავთ. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი.